თქვამათ იესო ხედავ ეშმაკს ვითარცა ელვასა ზეცით გარდა მოვდომილსა ეშმაკი ხო გემორჩილება ეუნება მოციქულს მაგრამ ეშმაკი გადმოვარდნილია უკვე ის ძალმოსილება მას აღარ აქვს ხოლო თქვენ გაქვთ ხელმწიფება დაადგმოთ გველთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალს ამ მტერისასა და თქვენ არა გევნოს ანუ ბოროტი ძალის დადგმვის ძალმოსილებას მე თქვენ გაძლევთ მაგრამ ეს ბოროტი ძალა დასუსტებულია ეს გადმოვარდნილია უკვე მას ის ძალაუფლება აღარ აქვს რომელიც ღმერთისგან ქონდა ამიტომ ნუ გიხარინ რამე თუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან ეს არ არის მნიშვნელოვანი მე რა რომ ეს ძალმოსილება გაქვთ ადამიანს ყველას ტანჯავს ეშმაკი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი რა არის ურწმუნოება და ვნებების ბატონობა ადამიანის სულში და როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის ადამიანი რითი პირველ რიგში ადამიანი რო ინკურნება რაში ვლინდება მისი რწმენა ცოცხლდება ეს ნიშნავს რომ მასში არსებული ეშმაკი უფრო მეტად განიდევნება გაბატონებული ვნებები ძალას კარგავენ და ადამიანი მათ დრგუნავს და აი ეს პროცესი არის ეშმაკის დადრგუნვა ადამიანში, იმიტომ რომ ვნებების მიერ ეშმაკი მართავს ადამიანს და საკუთარ სახლად აქცევს. და ეს ძალა ჩვენ მოგვცა ღმერთმა, გავიხსენოთ როგორები ვიყავით, რომ მოვედით და ღმერთმა სად მოგვიყვანა და როგორ დაგვადგინა და აი ეს პროცესი მიდის, ეს არის ჩვენი საკეთებელი, მაგრამ მოფალი მეუბნება რომ ამის ნუ გიხარია. იმიტომ რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის მიზანი. და ჩვენ ხშირად გვითხოვს რომ მიზანი არ არის ცოდვებისგან განთავისუფლება. ჩვენ აქ ამიტომ არ მოსულვართ. ანუ ჩვენ აქ რო ვართ ცოდვებისგან განთავისუფლება ეს ხდება, მაგრამ ვნებებისგან და ასე შემდეგ ეშმაკს გამარჯვება, მაგრამ მიზანი ეს არ არის და ჩვენი სიხარულის მიზეზი ეს არ არის. არამედ გიხაროდენ, არამედ თუ სახელები თქვენი დაიწერათ საათაში.